ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა 9 სექტემბერს ღამით გაუშვა 415 დრონი და 43 რაკეტა, აქედან ერთი ბალისტიკური. თუმცა როგორც ვარაუდობენ, 20-მდე დრონმა ბელარუსის გავლით პოლონეთის ტერიტორია გადაკვეთა, რითაც საფრთხე შეუქმნა პოლონეთის მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურას. რეაქცია ვარშავაში იყო ხისტი და მყისიერი. პოლონეთმა გააქტიურა საჰაერო თავდაცვის სისტემები, გაგზავნა სამხედროები აღმოსავლეთ საზღვარზე, დახურა აეროპორტები აღმოსავლეთ ნაწილში და დღემდე ჩაკეტილია პოლონეთ-ბელარუსის სახმელეთო საზღვარი. ამ პროცესში ჩაერთო ნატოც, მობილიზდა პოლონური F-16-ები, ჰოლანდიური F-35-ები, იტალიური AWACS-ის სადაზრო თვითმფრინავები, ნატოს საწვავის შევსების ავიაცია და გერმანული პატრიოტების საზენიტო სისტემები. ამოქმედდა ნატოს ქარტიის მეოთხე მუხლი, რომლის ფარგლებშიც შეიკრიბა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო და გამართა საკონსულტაციო შეხვედრები. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტი რუსული ტექნიკის სხვა ქვეყანაში ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მაგალითად 2025 წლის თებერვალში რუსეთის დრონები მოლდოვასა და რუმინეთშიც ჩამოვარდა, როცა მოსკოვი შავი ზღვის მხრიდან ცდილობდა აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმას. 2024 წლის მარტში უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეაღწია, რის შემდეგაც პოლონეთმა F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები გააქტიურა. 2022 წლის ნოემბერში კი პოლონეთში უკრაინიდან შეჭრილმა რაკეტამ 2 ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა მაშინ მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა რუსეთის დასადანაშაულებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არც ერთ ჯერზე არ უღიარებია მსგავსი ინციდენტების მიზანმიმართულება, პოლონეთისათვის ეს ქმედებები არასდროს ყოფილა შემთხვევითობა. ამიტომ ვარშავა დიდი სერიოზულობით ეკიდება თავდაცვის გაძლიერებას და 2025 წლის მონაცემებით ის სამხედრო დანახარჯებით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ერთსულ მოსახლეზე პირველ ადგილზეა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით რთულია პოლონეთის საჰაერო სივრცეში არა ერთი ან ორი, არამედ 20-მდე რუსული დრონის შეჭრის შემთხვევითობის დაჯერება. ამიტომ ბევრი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა შესაძლოა ნატოს ძალებს გამიზნულად ტესტავდეს.